რა გავლენა ექნება ომს საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობაზე? სწორედ ეს იქნება მთავარი სასაუბრო თემა სტუმართან, თუმცა მანამ გეტყვით, რომ საქართველო-ისრაელის ეკონომიკური პარტნიორობა წლიდან წლამდე ღრმავდება. Გასულ წელს ჯამში საქართველოში ისრაელიდან 35,93,000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი 5,231,000 ამერიკული დოლარი შემოვიდა. რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 23 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6%-ს აჭარბებს. ასევე წლიდან წლამდე იზრდება ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობას, როგორც უკვე გითხარით, რაც შეეხება ფულად გზავნილებს, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ქვეყნების რეიტინგში ისრაელი ტოპ 10-ში შედის და მე-7 პოზიციას იკავებს. წელს ისრაელიდან გზავნილების სახით 16,770,000 დოლარი შემოვიდა. რა გავლენა ექნება მიმდინარე ომს საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობაზე? თემაზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ GeoCase-ის ეკონომიკური მიმართულების მკვლევარი გურამ ბააკაშვილი გვერდება სტუდიაში. დილამშვიდობის ბატონო გურამ, მადლობას გიხდით პირველ რიგში სტუდიაში მოგზაურობისთვის. დილამშვიდობის, პირიქით მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროდ აი საკმაოდ მძიმე რთულ თემაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ ბუნებრივია ამას თავს ვერ ავარიდებთ. მე მაყურებელს როგორც უკვე გავაცანი, სტატისტიკას აჩვენებს ოფიციალური ციფრები იმას, რომ წლიდან წლამდე ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდება ისრაელთან, ბუნებრივია ეს არიან მის ესალმებელია, მაგრამ დღეს აი როგორი მძიმე სიტუაციაც არის ისრაელში, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ამ ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობაზე? კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა უთანაგზნო ისრაელის მოქალაქეებს და დაუგმო სრულად ის აგრესია, რომელიც ისრაელის მიმართ განხორციელდა და რა თქმა უნდა უსურვო მშვიდობა ისრაელს. ხო, რაც შეეხება ესე იგი კონკრეტულად საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვას და ზოგადად საინვესტიციო გარემოს შეფასებას, რა თქმა უნდა დინამიკა დადებითი არის ბოლო პერიოდის შეფასებით, განსაკუთრებით ბოლო 2022 წელი რომ ავიღოთ, ამის საზღვრად აი რა ციფრებში აღარ ჩავყვები, თქვენ უკვე საკმაოდ მიმოიხილეთ, თუმცა ანუ მსგავსი გარემოება, რაც დღეს ისრაელში არის შექმნილი და იმ წინაპირობის ფონზე, რომ სწრაფ დასრულებას ამ ომის არც ერთი მხარე და განსაკუთრებით ისრაელი არ ვარაუდობს. შესაბამისად, ცალსახაა რომ დადებითად ეკონომიკური კუთხით საქართველოსთვის არ აისახება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ანუ ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევაში ახლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ, გამოვყოფთ ტურისტულ და გადარიცხვების, ანუ უცხოური ვალუტის შემოდინების, ანუ პირდაპირ გადარიცხვების მიმართულებას, რომელიც ანუ ერთი მხრივ რა თქმა უნდა, ანუ შემცირდება, მაგალითად ცალსახა არის, რომ ტურისტული ნაკადი საქართველოში აუცილებლად შემცირებული იქნება და ასევე სამწუხაროდ შემცირდება ის ფულადი გადარიცხვები, რომლებიც მთავარი აქტორებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც იმყოფებიან ისრაელში. შესაბამისად, ეს ორი მიმართულება, რა თქმა უნდა, ანუ ყველაზე მოწყვლადია და ყველაზე მეტად დაიჩაგრება, ესე რომ ვთქვათ, ეკონომიკური თვალსაზრისით. ასევე რთულად სავარაუდოა, რომ პირდაპირი ვაჭრობა და ზოგადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისრაელთან შედარებითაც გარკვეულ დადებითი დინამიკით შესაძლოა გაგრძელდეს, მინიმუმი დინამიკით, როგორი დინამიკაც თუნდაც პირველ კვარტალში არსებობდა. რადგან მსგავსი კონფლიქტი რეგიონში და ზოგადად მსგავსი კონფლიქტების დროს ყოველთვის მცირდება და ყოველთვის ერიდებიან მსგავსი სახის ინვესტიციების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებში. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მაქვს საუბარი. შესაბამისად, დადებითად რა თქმა უნდა არ აისახება, პლუს ამას ემატება ის გარემოება, რომ საქართველოს და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული, რომლის მოლოდინის დაახლოებით 2024 წლიდან არსებობდა. შესაბამისად, გადავაწდეს. დიახ, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ანუ ამ მსგავსი ტიპის ურთიერთობის განვითარებისგან ვფიქრობ, რომ ორივე მხარე მინიმუმ ამ პერიოდში თავს შეიკავებს. რას მოხსენდა იმ შემთხვევაში, თუ დაუშვათ 2024 წლიდან ამოქმედდებოდა დამატებით კიდევ რა სიკეთების მომტანი იქნებოდა ეს ქვეყნისთვის? დიახ, რა თქმა უნდა, ანუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ანუ როგორც ჩვენ მაგალითად ევროკავშირთან გვაგვაჩნია, ეს ქართველი მეწარმეებისთვის და ზოგადად ეკონომიკური განრემოსთვის სასახად ამ დადებითი მოვლენა არის და ძალიან დიდი შესაძლებლობები იქნება ექსპორტის კუთხით განსაკუთრებით. შესაბამისად, ანუ ისრაელთან საქართველოს ძალიან ბევრი მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი საქართველოს ტოპ-10 ქვეყანაში არ შედის სავაჭრო კუთხით, ძალიან ბევრი მიმართულებით გააჩნია საინტერესო სექტორები, სადაც
შესაძლებელია რომ ზუსტად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემთხვევაში საქართველოს გააუმჯობესოს მაჩვენებლები, ეკონომიკური მაჩვენებლები ისრაელთან და რაც მთავარია, ხო ეს იქნებოდა კიდე ერთი დამატებითი შესაძლებლობა ბაზრის დივერსიფიცირებისთვის და რეალურად თუნდაც ამ დღეს რამდენად მნიშვნელოვანი არის ბაზრის დივერსიფიცირებაზე ზრუნვა და ფიქრი ეს ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა თუნდაც ამ ბოლო ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად. და შემოსავლების კუთხითაც მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას რომ აი თვითღირებულება პროდუქციის და ასე შემდეგ საკმაოდ მაღალია ისრაელში ბუნებრივია. კი ბატონო, ანუ მაგ კუთხითაც საკმაოდ საინტერესო ბაზარი არის ისრაელი, ასევე საინტერესო არის ის, რომ ისრაელი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი არის. ამერიკის ისრაელს და ამერიკას შორის სავაჭრო ბრუნვა და პირდაპირ უცხოური ინვესტიციები როგორც დაუშვათ ისრაელიდან ამერიკაში, ასევე ამერიკიდან ისრაელში, ანუ ყველაზე მაღალ ნიშნულზე არის და ასევე საინტერესო არის ის მოცემულობა კონკრეტულად სად ხდება ეს ინვესტიციები და ისრაელს თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყველაზე დიდ აქცენტს უთმობს ისრაელი კვლევისა და განვითარების მიმართულებას და ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ამ კუთხით. შესაბამისად, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებას სწორედ საქართველოსთვისაც იქნებოდა დამატებითი შესაძლებლობა ზუსტად ამ კუთხით, რომ კვლევის და განვითარების ასპექტებში საქართველოს განახორციელოს თანამშრომლობა ისრაელთან. და ამას კიდევ ემატება თუნდაც ის გარემოება, ამას ამყარებს რეალურად ის გარემოება, რომ გაეროს 2023 წლის სამიტიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი თუ აქამდე მაგალითად განიხილებოდა ეკონომიკა პოლიტიკასთან ერთად და ასპექტები იყო გაერთიანებული, დღეს უკვე ეკონომიკა და პოლიტიკა ერთად განიხილება და მან უკვე ძალიან დიდი აქცენტები დაეთმო მულტილატერალურ ურთიერთობებს და არა მაგალითად ამ დღეს იქამდე დაუშვათ თუ აქცენტები კეთდებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობაზე სხვადასხვა ასპექტებში, დღეს უკვე კეთდება რამოდენიმე ახლა დღეს რეალურად დაირღვა უკვე ის საზღვრები, უსაფრთხოების საზღვრები და თუ მაგალითად ანუ ქვეყნებს სურთ თავიანთი ბაზრების განვითარება, ისინი რეალურად უნდა თანამშრომლობდნენ მრავალ ქვეყანასთან ერთი და იგივე სტანდარტი და ერთი და იგივე კუთხით. შესაბამისად, ანუ ერთი მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მეორე მხრივ ისრაელთან აზიის რეგიონში უკვე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს უკვე შექმნიდა და შექმნის საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს, რომ განავითაროს საკუთარი ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური კავშირები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ზუსტად იმ ჩარჩოში თანხმედრაში მოდიან, რაც დღეს მსოფლიოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. კი ბატონო, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აი ეს ორი სიტყვა ეკონომიკა და პოლიტიკა თითქოს აი ცალ-ცალკე თითქოს აი აღარ იხმარება ეს სიტყვები და გასაგებიც არის და ამას თავისი მიზეზები აქვს გლობალურად და არა მხოლოდ რეგიონში, ზოგადად გლობალურად განვითარებული პროცესების ფონზე გვინდა არ გვინდა ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე არ არსებობს და უბრალოდ ფიზიკურად გამორიცხულია, რომ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს ხომ ჰქონდეთ რაღაც ისეთი ეკონომიკური და სავაჭრო კეთილგანწყობილი ურთიერთობა, როდესაც საკმაოდ დაძაბულია მათი, ასე ვთქვათ, ურთიერთობების სხვა ასპექტებში. და ბუნებრივი ამ შემთხვევაში ხო სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს იქ უსაფრთხოების ნაწილი იქნება ეროვნული კუთხით და ძალიან ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი, რადგან პოლიტიკაზე მე ვფიქრობ ბატონო გურამ, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ეთერისთვის რაც დაგეგმილი იყო ისრაელის და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო მოლოდინები ასეა თუ ისე ნაწილობრივ მაინც ამოვწურეთ თქვენ თუ რაიმეს დამატება გინდათ და რადგან ეკონომიკა და პოლიტიკა ეს ორი სიტყვა რაღაცნაირად ერთად გავაერთიანეთ რუსეთ-უკრაინის ომის ხომ არ პატარა მიმოხილვა ხომ არ გავაკეთოთ საკმაოდ ისეთ კვლავ რთულ ფაზაში არის შესული მოლოდინები რაც კეთდებოდა რომ მაინც რომ ცოტა სტაბილურობისგან წასულიყო სამწუხაროდ არ გამართლა აი ეს ყოველივე როგორ აისახება საქართველოზე მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და რუსეთ-უკრაინის მერე კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა ეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა, გარკვეული სიკეთეები ჩვენ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ვგულისხმობ, ბუნებრივია მივიღეთ კიდეც, თუმცა რა თქმა უნდა აქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩდება, რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს და ყველაზე მთავარი შეკითხვა ერთ ბაზარზე დამოკიდებულება, რომ ცუდია ეს ყველა ვიცით და მით უფრო, როდესაც ეს ქვეყანა რუსეთია.
კი ბატონო, ეხლა შესაძლოა არის თქვენი ამ კითხვის პასუხად მე ისე მიუბრუნდე ეხლა იმ ლაიტმოტივს, რაზეც ეხლა მე უკვე ვისაუბრე, თუმცა ანუ მდგრადი ეკონომიკური მოდელი და რეალურად ეხლა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთ ქვეყანაზე ეკონომიკური დამოკიდებულება კარგი რომ არ არის და მით უმეტეს რეალურად რა ქვეყანასთან გვაქვს ჩვენ საქმე, ანუ ყველანი ვაცნობიერებ, თუმცა ანუ მეორე მხრივ აქ ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს შეძლოს და ჩამოაყალიბოს ისეთი ეკონომიკური სისტემა, რომელიც იქნება მდგრადობაზე დაფუძნებული. შესაბამისად, ანუ მდგრადი ეკონომიკის მთავარი ასპექტი სწორედ გულისხმობს სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებას და ეს დივერსიფიცირება არ შეიძლება მაგალითად ესე რაღაც ლამაზ სიტყვად ვთქვათ და მეორე მხრივ შეუსრულებადი იყოს. ბაზრის დივერსიფიცირებას სჭირდება საკმაოდ კომპლექსური ნაბიჯები, სჭირდება ზუსტად იმ ღირებულებების იდენტიფიცირებასთან ერთად ამ ღირებულებების მიწოდება აქტორებთან და რეალურად ანუ თუნდაც ის სუბიექტები, ბიზნეს სუბიექტები, ვინც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ვაჭრობაში და რა თქმა უნდა, ანუ ისინი ეკონომიკურ დოვლადს იღებენ და მეორე მხრივ ახლა გავამტყუნოთ ეს ადამიანები და ეს ბიზნესები თუ რატომ აქვთ ბრუნვა ეს ძალიან არასწორია. შესაბამისად, ანუ აქ მოდის მეორე ფაქტორი, უკვე სტიმულირების და მოტივაციის ფაქტორი, როგორც სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოდიოდეს. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოდიოდეს პირველ რიგში, უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო იმ მიდგომებს, რა მიდგომების დღეს მნიშვნელოვანი არის თუნდაც ჩვენი სავაჭრო პარტნიორებისთვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს შეძლოს და შეიმუშაოს მდგრადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება ის, რომ ქვეყანამ შეძლოს და მოახდინოს ბაზრის დივერსიფიცირება, შექმნას შექმნას ბაზარზე მოტივაცია იმ სუბიექტებისთვის, ვისთვისაც რეალურად პროცესი ბაზრის შეცვლის და რეალურად ამ ბაზრის დივერსიფიცირების პროცესი მათთვის იქნება მინიმუმ საინტერესო და მომგებიანი. კი ბატონო, აი როგორ უნდა იყოს მინიმუმ საინტერესო და მომგებიანი? ხომ, როდესაც ეკონომიკური დოვნათი ახსენეთ თქვენ წეგან და ძალიან ისეთი ბანალური მაგალითი რომ მოვიყვანო, პირობითად მე ვარ მეწარმე, რომელსაც მინდა ჩემი წარმოებული პროდუქცია გავიტანო ექსპორტზე და ამ შემთხვევაში რუსეთი რომ ავიღოთ, აი წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით რომ მივუდგეთ, ეს ლოჯისტიკა იქნება, ტრანსპორტირება და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უფრო დროშიც ნაკლები დრო უნდა, უფრო დაბა ხარჯებთან არის დაკავშირებული, უფრო იონი არის პროდუქციის რეალიზაციაც, ну ეს ყველაფერი, ხო? მე სახელმწიფომ ანუ როგორ უნდა დამაინტერესოს, დაუშვათ აი რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მე როგორც მეწარმე სურვილი გამიჩნდეს, რომ ეს ჩემი პროდუქცია შევიტანო არა რუსეთში, არამედ უფრო შორეულ ქვეყანაში, სადაც ტრანსპორტირებას გაცილებით ძვირია, ლოჯისტიკური ხარჯები, ხო? ასევე ხო, პროდუქციის, ასე ვთქვათ, თვითღირებულებაც იქ უფრო მეტი არ არის ვიდრე რუსეთში და ასე ვთქვათ, მოგება თითქმის იგივე იქნება. რა, აი როგორ გესახებათ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ აი ძალიან სწორად მიიტანოს მეწარმესთან ის, რომ მან აი ეს პროდუქცია კი ბატონო რუსეთშიც გაიტანოს, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს ეს ბაზარი, მაგრამ აი დიდი რაოდენობით ასევე სხვა ქვეყნებშიც მოხდეს ქართული პროდუქციის ასე ვთქვათ ექსპორტზე გატანა. კი ბატონო, აქცენტები ძალიან სწორი არის. რეალურად გარდა იმის ერთადერთი ანუ სხვაობას იმაში შემოვიტანდი, რომ თვითღირებულება კი ბატონო შეიძლება ან ლოჯისტიკური ხარჯები და სხვადასხვა მიწოდებათა ჯაჭვის ხარჯებით გაიზარდოს, თუმცა ანუ მსყიდველობითი უნარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია, ასევე საქმე გვაქვს ჩვენ 400 მილიონიან ბაზართან ევროკავშირის შემთხვევაში, თუმცა ანუ ესე თქვათ, ანუ პირდაპირ ინტერესის კუთხით აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს როლი, თუნდაც ცნობადობის, მინიმუმ ცნობადობის ამაღლების ირგვლივ, კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს, თუნდაც ანუ მსხვილი ბიზნესისთვის თუ მცირე ბიზნესის და საშუალო ბიზნესისთვის, ნებისმიერ ტიპის ბიზნესისთვის, მსგავს სახით ერთ ბაზარზე დამოკიდებულება იმ ფონზე, როდესაც შეიძლება ნებისმიერ დროს აღნიშნული სავაჭრო ვითარება მინიმუმ გაუარესდეს, თუ არ შეწყდეს საერთოდ, ანუ ჩვენ არ ვიცით მაგალითად ხვალ რა მოხდება, ანუ ჩვენ არ ვიცით მაგალითად ხვალ რა რეგულაციები შეიძლება დაუშვათ დაწესდეს, ან რა სანქციები შეიძლება დამატებით რუსეთის მიმართ დაწესდეს, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. შესაბამისად, მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ მაგალითად ანუ ბიზნესებს, როგორც მაგალითად ანუ სახელმწიფოს თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის აქვს თავის რეალური მიზეზი და საფუძველი, ანუ
ბიზნესაც შეექმნას უბრალოდ ეს საფუძველი, რომ რეალურად შეიძლება დღეს ბიზნეს ხარჯები გაიზარდოს გარკვეულწილად, თუმცა ანუ ბაზარი იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდეს მისთვის და მეორე მხრივ მოახდინოს დივერსიფიცირება და მეორე მხრივ უფრო გაამრავალფეროვნოს იმ ბაზრებზე შესვლის და წვდომის შესაძლებლობა, რომელიც დღეს ბიზნესს გააჩნია, რა თქმა უნდა, ეს მისთვის მოტივაცია იქნება. თუმცა ანუ აქ კიდევ მოდის მეორე ფაქტორი. აქ არის რეალურად ხარისხობრივი მაჩვენებლებიც, რეალურად რამდენად და რამდენ იმ კომპანიებიდან და იმ ბიზნეს სუბიექტებიდან, ვინც დღეს მაგალითად რუსეთში ახორციელებენ პირდაპირ ვაჭრობას, მაგალითად რამდენად შეუძლიათ იმ სტანდარტებით და იმ სტანდარტების დაცვა, რაც დღეს ევროკავშირშიც არის. სწორედ ნინი, მე როგორც აღვნიშნე, ეს ბაზრის დივერსიფიცირება და ანუ მოტივაციას ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან კონკრეტული ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები, რომ რეალური გარემოებები და რეალური საჭიროებები უნდა შეიქმნას ბიზნესისთვის, რომ ისინი დაინტერესდნენ და მათ დაიწყონ ამ ყველაფერზე ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანუ ძალიან რთულად წარმომიდგენია მე, როდესაც მაგალითად ან ნებისმიერ ბიზნესი მსგავსი ტიპის ვაჭრობაში არის ჩართული და უფრო დაბალ მარჟაზე და უფრო მეტი თვითღირებულებით მაგალითად ვიღაცა მოვიდეს და უთხრეს, რომ ბაზარი შეიცვალოს. აქ შესაბამისად, ანუ ეს ისეთი მოტივაციით უნდა იქნას ბიზნესის მხრიდან დანახული ეს ყველაფერი, რომ თვითონვე გაუჩნდეს კი ბატონო ამ ყველაფრის სურვილი. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის რუსეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი არის, ხო, მეწარმეებისთვის ვფიქრობ ასევე არის ის, რომ რუსეთში კარგად ცნობილია ჩვენი ქართული პროდუქცია და იქ რაღაცა დამატებითი, ასე ვთქვათ, მანიპულაციები და მარკეტინგული ხრიკები ბრჭყალებში ბუნებრივია, საჭირო აღარ არის იმისთვის, ხომ, რომ აი ქართული პროდუქცია გაიცნოთ. ესეც ბუნებრივია, იმიტომ რეალიზაციის ნაწილში საკმაოდ გასათვალისწინებელია, ხო, აი, როდესაც რაღაცა უცხო ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ქართული პროდუქცია ცნობილი არ არის და შედის, ხო, ქართული ნაწარმი, ბუნებრივია, ხომ, რეალიზაციის დონე არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც რუსეთში, იმ მარტივი მიზეზის და გამო რომ მათ არ იციან, ხო, რომ რა ხარისხობრივი მაჩვენებელი აქვს. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აი გარკვეული კუთხით საქმეს, ასე ვთქვათ, იადვირებენ ქართველი მეწარმეები და აი რუსეთის ბაზარზე, ასე ვთქვათ, მზა ბაზარი არის, მაგრამ ბუნებრივია, აუცილებლად დადგება ის საფრთხე და ის რისკები და რაც პრინციპში არაერთხელ დამდგარა, ხო, ჩვენ ვნახეთ რუსეთი როგორ იყენებს ხოლმე აი ამ ბერკეტებს და პოლიტიკური მიზნებისთვის, ასე ვთქვათ, ხო, ქვეყნების სამართავად. კი, რა თქმა უნდა, ანუ რუსეთს თავისი ინტერესები გააჩნია, შესაბამისად ეკონომიკური მიმართულებას და ზოგადად ამ ყველაფრის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ახლა შესაძლებელია რა საკუთარი მიზნებისთვის, თუმცა აქ ახლა თქვენ როგორც აღნიშნეთ, ერთადერთი ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ზუსტად ანუ აი სუბიექტებისთვის, ბიზნეს სუბიექტებისთვის იქნებოდა ის, რომ რეალურად გარდა იმისა, რომ მაგალითად მათთვის რთული ბაზარი შესაძლოა იყოს ევროპის ბაზარი ექსპორტის კუთხით, მეორე მხრივ მათთვის ზუსტად ეს სირთულეც ძალიან მნიშვნელოვანი ჩელენჯი შეიძლება იყოს და გადასაჭრელი რეალურად იმ კუთხით, რომ საქმე შეიძლება შეეხოს თუნდაც ბიზნესის ზოგადად ანუ ექსპორტის შეჩერებას, შემცირებას და ასე შემდგომ. ეს რისკი დღეს მაგალითად ახლა თუნდაც საქართველოსთვის ხვალ მაგალითად ამ რისკის ქვეშ დადგებიან ბიზნესები, ეს შეიძლება რთულად სავარაუდო არის. თუმცა ანუ მდგრადობის კუთხით და რეალურად თუ ჩვენ შევხედავთ ბიზნესს როგორც მდგრად ბიზნეს მოდელს, მნიშვნელოვანია რომ ასევე იფიქროს ბიზნესმა და ასევე ჰქონდეს წარმოდგენა თუ მაგალითად ანუ როგორ შეიძლება ევროკავშირში გარკვეული პროდუქციების შეტანა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე ფიქრიც. ეს ყველაფერი გადაუჭრელი ამოცანები, რა თქმა უნდა, არ არის, ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი ქართული პროდუქციებისა და სექტორებისა, რომლებიც ევროკავშირში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ვაჭრობის კუთხით. შესაბამისად, აქ საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებაც და აქ პრაქტიკებზე დაფუძნებული ხედვების იდენტიფიცირებას და ჩამოყალიბებას ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოსავალი იქნება ბიზნესისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ რეალურად კორელაციაში არის ის ორი ასპექტი, რომ ერთი მხრივ რეალურად ბიზნესს აქვს ის შემოსავალი და ბიზნესი იღებს დღეს იმ შემოსავალს, რომელიც მისთვის დღეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ სახელმწიფოსთვის და თითოეული ბიზნეს სუბიექტისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ
ბაზრის დივერსიფიცირებაზე იფიქროს და რეალურად თუნდაც ეკონომიკური, ანუ შორს მიმავალი გეგმები დაისახოს და რეალურად შექმნას ბაზარზე ის მოცემულობა, რომ მათ განაგზონ არსებობა და რეალურად განაგზონ უფრო უკეთესათაც არსებობა, რადგან ევროკავშირში ვაჭრობის განვითარება ბევრად უფრო დიდ შესაძლებლობებს შექმნის არაერთი სექტორისთვის. ახლა ესე რთულია რაღაც საერთო ჭრილში ვსაუბრობ, თუმცა თითოეული სექტორისთვის სურათი მაინც ასეთი არის. კი ბატონო, საკმაოდ ღირებულებითი იქნება ევროკავშირში საკუთარი ბიზნეს საქმიანობის განვითარება. ძალიან დიდი მადლობა გიხდით ბატონო გურამ სტუდიაში მოგზაურობისთვის, მადლობა თქვენი დროისთვის. ისრაელის თემით დავიწყეთ და ისევ ისრაელის თემით დავასრულოთ. ბუნებრივია, მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა ჩვენს მოწმე ქვეყანას და მშვიდობიან მოსახლეობას.